მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ეს პირველი შეკრება, გამაფრთხილებელი შეკრება. მოვალში შეიძლება ყველანი აქ მოვიდეთ. ყველანი ვინც გამოდივართ ბოლო დღეებია რუსთაველის გამზირზე და ყველამ ერთად შევაწუხოთ ბატონი კახა კალაძე. მეგობრებო, თავიდან, როდესაც ბატონი კალაძე გამოჩნდა პოლიტიკაში, ცხადია არავის მისი იმედი არ გქონია. მისი აღზრდის, განათლების, კულტურის, გაქანების ადამიანი ქართულ პოლიტიკაში სახალხო საქმეს რო არ გააკეთებდა, ამაში მე პირადად ეჭვი არ მეპარებოდა. მაგრამ მეგონა, რომ ოდნავ მაინც განსხვავებული იქნებოდა, თქვათ, დინარაძეებისგან, ბაკურაშვილებისგან, იმიტომ რომ თავისი ბიოგრაფია აქვს ამ კაცს. რაღაცა თავისით გაუკეთებია, დიდი მიღწევებია სპორტში. და მეგონა რომ აი ეს ბიოგრაფია, ეს სიმძიმე, ერთგვარი პიროვნული სიმძიმე, მას სიმყარეს მისცემდა. და აი ესე, რა ვიცი, ქუჩის შპანის მეთაურივით, ბანდის მეთაურივით, იმისი, რა ქვია, ბანდიტების ბარონივით არ მოიქცეოდა და ოდნავ განსხვავებული იქნებოდა. მაგრამ არა, ბატონი კალაძე იქცა ადამიანად, რომელიც ყოველ დღე აანონსებს რეპრესიებს, ყოველ დღე აშინებს ადამიანებს, ყოველ დღე ეუბნება ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ გაწყრით, დაგიჭერთ, შეგავიწროვებთ, ულუკბაკუროთ დაგტოვებთ, გაგაუბედურებთ. აი ეს არის თავარი გზავნილები ბატონი კახა კალაძის და მას უნდა ვუთხრათ, შეიძლება არ ახსოვს, გავახსენოთ მათეს სახარებაში ნათქვამის სიტყვები, ხო? ვინც აიღებს მახვილს, იმავე მახვილით თვითონვე დაიღუპება, თვითონვე განიგმირება იმავე მახვილს. ბატონო კახა, თქვენ რა მეთოდებითაც იქცევით, ფრთხილად იყავით, უკან არ დაგიბრუნდეთ. ბატონმა ივანიშვილმა უამრავი ადამიანი ჩარეცხა და გადააგდო და თქვენ ხართ პირველი მის სიაში, ვისი მოცილებას, ვისი დაჩაგვრაც უნდა და დაგჩაგრავენ და არავინ გვერდზე არ დაგიდგებათ. არავინ ერთ სიტყვას არ შეგაწევთ და ღირსით იქნებით ამისი. მეგობრებო, ძვირფას შესანიშნავ მწერალს ზვიად რატიას გამოუჩნდება კომაგი და ჩვენც მის გვერდითაც და დავიცავთ. რა ვიცი, აი ამ ნიკა გვარამიასაც გამოუჩნდებიან კომაგები და დაიცავენ. მაგრამ აი ამ საშუალო რანგის მოხელეებს, რომლებიც აქ არიან დასაქმებულები, მათ გვერდით მდგომი არ ეყოლებათ აი ისეთი ძლიერი ცალკეული ადამიანების სახით. თუ ჩვენ არ გავერთიანდით და ჩვენ არ დაუდექით გვერდით. ასე რომ მათ სოლიდარობა უნდა გამოუცხადოთ და დიდი მადლობა გვინდა გადაუხადოთ ამ საჯარო მოხელეებს, რომელიც უდიდესი რისკის დასად დგამენ ნაბიჯს და ამბობენ, რომ საქართველოში ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებას არ შეეგუებიან. საქართველოში სასტიკი რეჟიმის აღმართვას ხელს არ მოაწერენ. დიდი მადლობა მეგობრებო, თქვენი ამ თავგანწირვისთვის, თქვენი თავდადება ახსოვს ისტორიას, თქვენი თავდადება დღესაც გვახსოვს ჩვენ და ბოლომდე თქვენ გვერდით ვიქნებით. მეგობრებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ჩვენი საჯარო მოხელეებისთვის, რომლებმაც გადადგეს ნაბიჯი და თქვენს თავიანთი სასქმელი, გააპროტესტეს ქუჩებში ძალადობა, გააპროტესტეს ევროპული კურსის საბოტაჟი, გააპროტესტეს ამ ქვეყანაში ანტიდემოკრატიული სისტემის მშენებლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხალხის იდეალი არის თბილისის პირველი ქართველი თავი, თბილისის პირველი ქართველი მერი დიმიტრი ყიფიანი, რომელსაც ასევე უთხრეს, რომ ხმა გაიკმინდეო, საქართველოს თუ დაწყევლიან, შენ ჩუმად იყავიო, საქართველოს ღირსებას თუ საჯაროდ შეურაცხყოფენ რუსებიო, შენ ამას არ შეეწინააღმდეგო. და დიმიტრი ყიფიანი ადგა და საჯაროდ უმწვავესი წერილით შეეწინააღმდეგა ეგზარხოსის მიერ საქართველოს დაწყევლას. აი თქვენი ამ გამბედაობით, ენათესავებით დიმიტრი ყიფიანს
დააგრძელებთ იმ უდიდეს ტრადიციას, რომელიც არსებობს საქართველოს საჯარო სექტორში. წინააღმდეგობით აი ამ უდიდეს ტრადიციას. მაინც კახაკალაძეს მიმართავ. ადამიანი მარტო ჭამისთვის, ამას ჩემ თავსაც ვეუბნები. ხოლო ჭამისთვის, ჩაცმისთვის, ამას უკვე აღარ ვეუბნები ჩემ თავს. ვარცხნილობის დაყენებისთვის, რა ვიცი, ტექსტისთვის არ არის გაჩენილი. ადამიანი არსებობს იმისთვის, რომ გზავნეულს, გზა მიასწავლოს, ცხოვრვას წყალი დაალევინოს, შიერთ პური მიაწოდოს, დაჩაგრულ ადამიანს კი გათავისუფლებაში დაეხმაროს და ყავაზე პირიქით. უნდა რომ ბოლომდე ხელოს და დაჩაგროს ადამიანები. და ამას ჩვენ არ ვეგუებით და ვუცხადებთ წინააღმდეგობას. მიიღეთ გაფრთხილება ჩვენგან. შემდგომი წინააღმდეგობა იქნება გასილებით უფრო სერიოზული. გამიგეთ.